ცხოვრების მძიმე და გაუსაძლისი პირობები, ერთადერთი თავშესაფარი ავტობუსი. 8 სულიანი ოჯახი ასე უკვე 9 წელია ცხოვრობს. პატარა გუგა მთელ დღეს გარეთ ატარებს, მიზეზი ბევრი აქვს. ავტობუსში სივიწროვეა და კედლები, რომლებიც ზაფხულის სიცხისგან გავარვარებულია. €46 წლის იამზე ხასაია ავტობუსში გატარებულ წლებზე გვიყვება. ამბობს, რომ ასეთ პირობებში ყოფნა გაუსაძლისია, თუმცა უკეთესი ცხოვრების იმედი ჯერ არ დაუკარგავს. ყველაზე ძნელი რა არის, იცი, როცა ადამიანი დაღამდება და ნორმალურ საწოლში ვერ დაწვევი და რო გენატრებ, აი ამაზე მეტი არაფერი არა. მე ისე ღმერთმა ნუ მომკლას, რომ ჩემს შვილებს მე შეიძლება დიდხანს არ გავძლო, მაგრამ ჩემს შვილებს ერთი ოთახიც იყოს და ოღონდ კონდეს თავიანთი საკუთარი, მეტი არაფერი არ მინდა. მე მის საშუალება აღარა მაქვს, რომ წამლები ვიყიდო. წამლები რო ვიყიდო, მაშინ მშიერი უნდა დავტოვო შვილები. დღეს ახლა წამალი მქონდა საყიდელი, ავდიგი და იმასკენი. პური მოვადანინებ ბავშვს, რომ მშიერი არ მომგდარიყო. თავშესაფრის გარდა ოჯახს უმუშევრობის და ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. ამ ყველაფერს კი ერთადერთი შემოსავალი 174 ლარიანი სოციალური დახმარება უნდა გაწვდეს. ავტობუსში შეფარებულ ყურადღეების სამთაობას ეს თანხა საკვებისთვისაც არ ყოფნის. ანდიხან, როცა ძალიან მძიმე მდგომარეობა და უკიდურეს მდგომარეობაში ვარ, 3 თვის ერთად ვღებულობთ კრედიტს და იმ 3 თვის განმავლობაში ვართ ისე. ხან ჯართებით ვაგროვებთ მაგრამ სიმართლე რო გითხრა, რომ ეს 74 ლარი ამ ბავშვებს ან ყველას რო ყოფნი და შეიძლება მომენტი ყოფილა, ჩვენ დიდები დარჩენილში დავწოლილ ვართ და ამ პატარებისთვის მაინც არ შემოგვიგლებია. მე ჩემ დიდებზე ზედმეტია ლაპარაკი, მე ყველაზე მეტად ეს პატარები მეწოდი. დავით ყურაძე ოჯახის რჩენას ჯართის შეგროვებით და პროფილაქტიკაში დროებითი სამსახურით ცდილობს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად იმას განიცდის, როცა მცირეწლოვან შვილიშვილებს გაჭირვებულ მდგომარეობაში ხედავს. ერთ-ერთი იგი იქნება, რომ პროფილაქტიკის იმედი მექნება, რომ ბიჭები რამე სამუშაო თუ იქნება და თვითონ დახმარება რომ დაგჭირდება, მაშინ თუ დამეძახება. ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა. რა თანხა უნდა უბრალოდ ნებისმიერ ადამიანმა იცის, ერთ ბავშვის და პატარა ბავშვის თუ გინდას რო იყოს ოჯახში, ესე იგი რამხელა თანხა ჭირდება დაუშვათ მთელი თვის განმავლობაში. და 174 ლარი ხო ეს ფული არ არის. ეს თან ასეთ პირობებში ნაკვეთი რომ მქონდეს, ნაკვეთიდან მე ჩემი ძალებით იმის არ იყოს, რაც საჭირო იქნება, იმით საზამთრო მარაგს გავამზადე. ყველაფერი ჩემი ხელით დავთესავდა და გამეიღო მოსავალს, მაგრამ აც ნაკვეთი მაგ და აც სახლი. დახმარების და საცხოვრებლის უზრუნველყოფის თხოვნით ოჯახმა სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართა. ხშირ შემთხვევაში პასუხი არც მიუღიათ. ქალაქის მერიამ კი როგორც თავად ამბობენ, დახმარებაზე უარის მიზეზი ასე განმარტა. ოჯახი შესაბამის კრიტერიუმებში ვერ ჯდება.